რეკომენდაციას უწევ რომ ვილოგში გადავიღოთ ვიდეო. Handy filtrები არსებობს ყველა action კამერაზე. როდესაც 30 FPS-ში ვიღებთ ვიდეოს, 1.60 უნდა დავაყენოთ shutter speed-ი, ეგრე არის წესი ზოგადად, მაგრამ მე ახლა ვიყენებ კამერას დავუტოვოთ უფლება თვითონ აკონტროლოს ISO. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ გვინდა აი ესეთი კადრი, როდესაც მაღალ საფეხურებზე ვაყენებთ, იმდენად ასტაბილურებს კადრს ეს კამერები, რომ ორი ტრანსმიტერი აბსოლუტურად საკმარისია. მოგესალმებით მეგობრებო, გადავწყვიტე 2 წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდე YouTube-ს. გადავწყვიტე რა, ჩემი საქმიანობა მაძლევს შესაძლებლობას, რომ პარალელურად შევუთავსო YouTube-ი. საქმიანობას რაც შეეხება, ვარ ვიდეოგრაფი და ედიტორი. ახსე მიდევს ძველი ვიდეოები, მოტივების განხილვა და ასე შემდეგ. შეიძლება ეგ კონტენტის დავაბრუნო. შეიძლება ესე უბრალოდ მოძრავი მოტოლოგები გადავიღო, არ ვიცი, შევხედოთ. უბრალოდ ვაპირებ, რომ ესე ეტაპობრივად რაღაც ეპიზოდები შემოგთავაზოთ. ამ ეპიზოდს რაც შეეხება, მინდა ვისაუბრო, როგორ ავიყვანოთ ჩვენი action კამერის ხარისხი მაქსიმუმამდე, რის შესაძლებლობასაც თვითონ კამერა გვაძლევს. ძალიან გამიხარდება თუ ვიღაცას ეს ვიდეო რაღაცაში მაინც წაადგება. როგორ შენიშნეთ, გავდივარ ქალაქიდან, მომეცა დრო და საშუალება, რომ გადავიღო ვიდეო გზაში სანამ დანიშნულების ადგილამდე მივალ და რატომაც არა. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, პირველ რიგში მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო მოტოლოგი და არა მარტო მოტოლოგები, ზოგადად action კამერების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით, რაც ძალიან კარგია. შევეცდები გაგიზიაროთ ის მცირედი ხრიკები, რაც შეიძლება გამოგადგეთ თქვენი ვიდეოს ხარისხის გაუმჯობესებაში. პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან როლს აქ თამაშობს ND ფილტრები, როდესაც ჩვენ ვიღებთ დღის სინათლეზე, დღის განმავლობაში. კარგი, გავიგეთ ეს ND ფილტრი. ვიყიდეთ, დავაყენეთ კამერაზე, ვიღებთ და არა გვაქვს ხო ისეთ შედეგი, აი როგორცაც ვწვევით ვლოგერების და იუთუბერების ვიდეოებში. ეს გამოწვეულია იქედან, რომ ჩვენ არ ვიცით სწორი პარამეტრების დაყენება კამერაზე. რას ნიშნავს ახლა სწორი პარამეტრები? ჩვენ კამერებზე გვაქვს განათების მაკონტროლებელი 3 ფუნდამენტალური ოფცია: ჩამკეტის სიჩქარე, იგივე shutter speed-ი, diaphragma და ISO. ახლა ძირითადი თემა რა არის? უმეტეს თქვენგანს პარამეტრები კამერაზე გიყენიათ აუტოზე. აუტოზე დაყენებულ პარამეტრებს ყოველთვის აკონტროლებს კამერა. როდესაც ჩვენ კამერა გვიკონტროლებს ამას, ვერასოდეს ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა. აი ვისაუბროთ ND ფილტრებზე. ND ფილტრები არსებობს ყველა action კამერაზე, იქნება ეს DJI, GoPro თუ Insta. ძირითად შემთხვევაში გვხვდება სამი დამუქების, ანუ ND ფილტრი რა არის? მოდი განვიხილოთ. არის შუშა, დამუქებული შუშა, რომელიც ყენდება ლინზაზე წინიდან. ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ მოტოლოგების და ზოგადად action კამერებით გადაღებისას გამოვიყენოთ 30 FPS-ი, 4K-ში გადავიღოთ, მინიმუმ 4K-ში ვამბობ. ამ დროს შევდივართ პარამეტრების მექანიკურ საკონტროლოში. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ გვინდა აი ესეთი კადრი, ესეთი motion blur-ი, როგორც ახლა მე მოქვს მაგალითად, ჩვენ დაგვჭირდება shutter speed-ის, ესე იგი, ჩამკეტის სიჩქარის დაყენება, იმის გაორმაგებულ რაოდენობაზე, რამდენ FPS-ში ჩვენ ვიღებთ, ანუ ახლა პრაქტიკულად რო ახსნა, მაგალითად, როდესაც 30 FPS-ში ვიღებთ ვიდეოს, 1.60 უნდა დავაყენოთ shutter speed-ი, ეგრე არის წესი ზოგადად, მაგრამ მე ახლა ვიყენებ 1.30-თან და ეს 1.30 რაღაცნაირად მე უფრო მომწონს, კიდევ უფრო დინამიური და კიდევ უფრო რბილი კადრია ვიდრე 1.60-თან, მაგრამ როდესაც 1.30-თან ვაყენებ ჩვენ, ჭირდება შედარებით უფრო მუქი ND ფილტრი. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ND 32-ს. რადგან შატერის 1.30-თან გახსნის შემთხვევაში ISO მინიმალურზე რომ დავაყენოთ, მაინც გადანათებული გვექნება კადრი ND 16-ის ან 8-ის გამოყენების შემთხვევაში. მინიმუმ 32 უნდა გამოვიყენოთ მაგ დროს. ეხლა რაც შეეხება ISO-ს. ISO უნდა დავაყენოთ აუცილებლად რაღაც რეინჯზე 100-დან 1600-მდე, 100-დან 3200-მდე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როდესაც ხიდის ქვეშ გაივლი, ან გვირაბში გაივლი, ან თუნდაც ჭრდილში მოგიწევს მოძრაობა, ესე სხვადასხვა გარემო პირობებში გადავადგილდებით. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ახლა ხელით ISO-ს, ვერ მოხსით კამერას მაუნტიდან და ვერ გადავიყვანთ იქ 200-ზე, 400-ზე, 800-ზე და ასე შემდეგ. ამიტომ კამერას დავუტოვოთ უფლება თვითონ აკონტროლოს ISO, მაგალითად დღის განმავლობაში 100-დან 800-მდე სავსები საკმარისია. ან 100-დან 1600-მდე. რა თქმა უნდა, მაღალ ISO-ს შემოაქვს ნოიზები კადრში, მაგრამ როდესაც მე მაგალითად გვირაბში შევდივარ, მირჩევნია კამერამ გადაიღოს ნოიზებით, გრეინებით, მაგრამ გამოჩნდეს, რას ვიღებ, ვიდრე რაღაც სიბნელა იყოს და
კადრი საერთოდ არაფრად არ გოდეს. იმას მე post production-ში ვერ ამოვანახებ. post production-ს რაც შეეხება, თუ თქვენ ფერების გრადაციას აპირებთ ლუტების გამოყენებას და ასე ვთქვათ, მონტაჟზე დროის დათმობას, მაგ შემთხვევაში რეკომენდაციას უწევ, რომ დილოგში გადავიღოთ ვიდეო. მეც ახლა ამ ვიდეოს ვიღებ დილოგში და შემდეგ მაქვს გაფერადებული Premiere Pro-ში, სადაც ვამონტაჟებ. დიდ რეკომენდაციას უწევ ლოგში გადაღებას, იმიტომ რომ ეს ფუნქციები ჩვენ გვაძლევს საშუალებას ამოვიღოთ ვიდეოდან მაქსიმალური ხარისხი, როგორც ფოტოს შემთხვევაში, RAW ფორმატში გადაღებისას. გვაქვს უფრო მეტი დინამიური მანძილი, უფრო მეტი დეტალიზაცია. კიდევ არის ერთი პარამეტრი, white balance. White balance რაც შეეხება ავტომატურ რეჟიმში დავტოვოთ ეს, რადგან action კამერები გადასარევად უმკლავდებიან ცივი და თბილი ფერების ბალანსს. რაც შეეხება აუდიოს შემთხვევაში უმეტესობა ახალ action კამერას ყველა შეუძლია DJI-ის უკაბელო მიკროფონებთან, იგივე პეტლიჩკებთან თუ პრობლემო დაუკავშირდეთ action 5-ს და action 6 შეუძლია ორან მეტ ტრანსმიტერს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ action 4-ს. ეს უკავშირდება მხოლოდ ერთ მიკროფონს უკაბელოდ, ამ შემთხვევაში უკაბელოდ გულისხმობ. თუ გვინდა რომ ორი ან მეტი დავუკავშიროთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია შევაერთოთ კაბელით Type-C პორტზე რესივერი, თუ მაინც მოტოციკლეთის ხმა გვინდა ცალკე ჩავიწეროთ და ჩვენი საუბარი ცალკე. ორი ტრანსმიტერი აბსოლუტურად საკმარისია, ერთი ჩაფხუჩით და სამაგრებლად და ერთი ან სკამის ქვეშ, ან ჯიბეში, ან ჩანთაში, რავი, როგორც გინდათ. კარგი, გავაკეთოთ პატარა რევიუ. გაქვთ action კამერა, გაქვთ ND ფილტრი, მაგრამ ამ ND ფილტრის დაყენების შემდეგაც არ იცვლება თითქოს არაფერი. ესეთი ლამაზი motion blur-ი არა გაქვთ ვიდეოში, იმიტომ რომ პარამეტრები არ გაქვთ გასწორებული. ძირითადი განათების ოფციები გაქვთ ავტოზე დაყენებული და ეს უნდა გავასწოროთ აუცილებელ შემთხვევაში. Steady shot-ი გამომჩა და მაგასაც შევეხოთ. ვიღებთ 4K-ში, ვაყენებთ 30 FPS-ში. Steady shots ან საერთოდ თიშავთ, ან ვაყენებთ პირველ საფეხურზე, რადგან როდესაც მაღალ საფეხურებზე ვაყენებთ, იმდენად ასტაბილურებს კადრს ეს კამერები, რომ დინამიკა და მოძრაობა იკარგება საერთოდ გამოსახულებიდან. ამიტომ მე რეკომენდაციას უწევ საერთოდ გავთიშოთ ეს სტაბილიზაცია, როდესაც მოტოციკლეთი დავმიღებთ, ეხლა თუ სრიალებს თხილამურებით, ან თუ მანქანაზე გვიყენია კამერა, შეიძლება პირველ რეჟიმზე მაინც დავაყენოთ რა. ესე იგი, რა ვშობით, shutter speed-ს ვაყენებთ 1.30-თან ან 1.60-თან გააჩნია რა დამუქების ND ფილტრი გვაქვს. რავი, ახლა ძალიან ბევრი იტყვის, რომ რა 1.30-თან ზმაო, 30 FPS თუ ვიღებ, უნდა დააყენო 1.60-თან. მე მაგალითად 1.30-თან მირჩენია რა. თქვენ თუ გინდათ დააყენეთ 1.60-თან, არ არის პრობლემა. შემდეგ ISO range დააყენეთ 100-დან 1600-მდე, ან 100-დან 800-მდე. ის მანძილზე მეტი არ არის საჭირო, ხოლო ღამე რო შეგინდება, უკვე შეგიძლიათ ND ფილტრი საერთოდ მოხსნათ კამერიდან. ახალ action კამერებს აქვს ძალიან კარგი რეჟიმები ღამე გადაღებისთვის, რომ უფრო მეტი სინათლე და დეტალიზაცია შემოიტანონ კამერაში. ასე რომ უბრალოდ შეგიძლიათ პარამეტრები დატოვოთ ისე, რომ ის დინამიკა კადრმა არ დაკარგოს, თუმცა აუცილებლად გაფრინდა. აქ მედო მარტო სალფეტკი, ხო? სველი, სალფეტს არა უშვებს. შემდეგ white balance-ი დავტოვოთ ავტომატურზე. ლოგში გადავიღოთ თუ მაგალითად ვაპირებ post production-ში ფერების კორექციას და გრადაციას. ხოლო ნორმალზე გადავიღოთ, თუ უბრალოდ ვაპირებთ კადრები გადმოვიტანოთ, დავკათოთ და ისე დავამონტაჟოთ. შემდეგ აუდიოზე უკვე ვისაუბრე. თუ გვაქვს DJI-ის მიკროფონები და გვაქვს საშუალება პირდაპირ Bluetooth-ის მეშვეობით დავაკონექტოთ ერთმანეთზე. ეს იქნება ბევრად ხელსაყრელი და პრაქტიკული, მაგრამ თუ არ გვაქვს ამის საშუალება, უბრალოდ შეგვიძლია ჩვენ action კამერაზე Type-C პორტით შევაერთოთ რესივერი და ამ რესივერზე ჩვეულებრივად დავაკონექტოთ ტრანსმიტერები, ანუ იგივე პეტლიჩკები. ვფიქრობ ამ მომენტისთვის სულ ეს იყო, მეგობრებო. იმედია ვიღაცას მაინც გამოგადგებათ ეს ვიდეო.
ვიცი რომ ბევრი სწორი პარამეტრებით იღებს, მაგასაც ვხედავ, რა თქმა უნდა, მაგასაც უნდა გაუსვათ ხაზი, რომ იცით ძალიან ბევრმა როგორ გამოიყენოთ თქვენი action კამერა და როგორ მიიღოთ აქედან მაქსიმალური შედეგი. მაგრამ ნუ ეს ვიდეო გათვლილია და ორიენტირებულია იმ ხალხზე, ვინც მაგალითად ეს კონკრეტული საკითხები არ იცოდა და ჭირდებოდა ამის მოსმენა და გაგება. რაც უფრო კარგი ვლოგერები გვეყოლება და ლამაზ კადრებს ემუქთოვაზებენ, ფიქრობ, ეს უფრო გაზრდის მოტოკულტურას, უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.